პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას ძალიან კარგი წინამძღოლია. ობამა შუალედური არჩევნების პოლიტიკურ ქარცეცხლში ჩაება. ამიერიდან ის 2 წლის მანძილზე აქ უნდა იდგეს, თუ კი თანამდებობის შენარჩუნებას სურს. უმჯობესია ილოცოს, რომ ეკონომიკა სწრაფად გამომჯობინდეს. ანალიტიკოსი ლარი საბატო ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ახლა, როცა კონგრესში ობამას მომხრეები შემცირდნენ. National Journal-ის მიმომხილველი რიდ ვილსონი ასე არ ფიქრობს. ყოველთვის კარგია, როცა პრეზიდენტი რაიმეს წინააღმდეგ იბრძვის. ახლად გაძრელებული და აღმავალი ჩაისმის მოძრაობა ცვლილების კიდევ ერთი ნიშანია. ვიცე-პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი რესპუბლიკელი სარა პალინი ამ პარტიის სახეა. როგორც მან გადაცემაში Entertainment Tonight განაცხადა, ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. თუ კი ამას ვერავინ იკისრებს, მე მწამს, რომ ამას ჩვენ შევძლებთ. ჯონ ფორტიერი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის ანალიტიკოსია. ფიქრობ, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე პალინმა კარგად აჩვენა თავისი თავი. გვაჩვენა პოლიტიკური გამჭრიახობა, რაც ბევრს ეეჭვებოდა. თუმცა ვილსონი ფიქრობს, რომ პალინის პოლიტიკა არ არის ის, რაც ქვეყნის გაძღოლას გამოადგება. სარა პალინს არ ყავს ის გუნდი, რომელიც პრეზიდენტობას სჭირდება. ასეთი გუნდი ყავს მით რომნის, ასევე მაიკ პენს. მიმდინარე მოვლენების საპრეზიდენტო პოლიტიკას აყალიბებენ ეკონომიკა, ომი, ტერორიზმი, გაუგებრობა. მაიკ პენსი ჰერიჯის ფონდის ანალიტიკოსია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ რა უნარჩვევებს მოითხოვს ამ მომრჩეველი და რა იქნება პრეზიდენტობის კანდიდატის ცენტრალური პოზიცია. საარჩევნო მარათონი კი შესაძლოა უკვე ამ წლის ბოლოდან დაიწყოს. გასულ საპრეზიდენტო კამპანიის დროს დემოკრატმა ჯონ ედვარდსმა პრეზიდენტობის პრეტენზია კონგრესის შუალედური არჩევნების დასრულებიდან 3 თვეში გამოთქვა. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა.